გესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება, რომელიც გამოცხადდა და სანქციებთან დაკავშირებითაც გითხარით, არის მოლოდინი, რომ გარკვეული ადამიანების მოსაზრებით კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს ეს ნაბიჯები, ხო? რა არის მოლოდინი ამასთან დაკავშირებით? მოგესალმებით, მოგესალმებით მაყურებელს. კი, ნამდვილად მძიმე მოსასმენია ის ფაქტი, რომ დღეს საქართველო აი ამ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რაც მსოფლიოში ხდება, იმის მაგივრად, რომ ვიძენდეთ სტრატეგიულ პარტნიორებს, ვაღრმავებდეთ ურთიერთობას, უფრო მეტ უსაფრთხოების გარანტიებს ვეძებდეთ ჩვენ პარტნიორებში, იმ ქვეყნებში, ვისთანაც საერთო ფასეულობითი კავშირი გვაქვს და საერთო სტრატეგიული ინტერესები. დღეს საუბარია იმაზე, რომ მაგალითად აი ეს ბოლო გამოცხადებული სანქციები და ეს უბრალოდ პირები არ არიან, ეს არის ქართული ოცნების მთავრობის წევრები და პარლამენტარები, ანუ ის ადამიანები, ვისაც დღეს რეალურად მიტაცებული აქვს სახელმწიფო და ამ ადამიანებს უწესდებათ სანქციები. ეს სანქციები რაღაც ერთჯერადი აქტი არ არის, საგარეო და ზოგადად გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, ეს სანქციები მიბმული არის მაგალითად იგივე მაგნიცკის სიაში კონგრესში, სენატ ორივე პალატაში საუბარი იყო ამაზე. მაგნიცკის სია კი მოგეხსენებათ, არის სწორედ კორუმპირებული და ასევე ადამიანის უფლების დამოუკიდებელი ადამიანების სია, რომლებიც ხდებიან არა მარტო ამერიკელ სანქციებში, არამედ ევროკავშირის ქვეყნების სანქციებშიც. ეს ფართო კონტექსტი არის. სენატორები ორივე პარტიიდან, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიიდან პირდაპირ და მკაცრად აფრთხილებენ ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ უფრო ქმედითი ზომები არის საჭირო. ანუ რეალურად აი ეს პროცესი სანქციების დაძვნა. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის დასკვნები, როდესაც საუბრობთ, რომ ეს არ არის უბრალოდ ერთჯერადი აქტი, არამედ ამას განგზობითად მოყვება სხვა ნაბიჯები, რაც ბუნებრივია ერთის მხრივ სამართლიანი და აუცილებელი ზომაა, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელი არის ის, რომ ესეთი ტიპის სანქციები რეალურად ჩვენ ქვეყანას მოწყვლად ხდის აი რუსული საფრთხეების მიმართ, რომელიც მთავარი საფრთხე და მთავარი გამოწვევა არის. ანუ ჯამში თუ შევაფასებთ, მივიღეთ სიტუაცია, როდესაც 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების მერე რეალურად საქართველოში გაფორმდა კონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება და ეხლა ჩვენი პარტნიორები და ჩვენ მოქალაქეები ქუჩაში ვდგავართ, ვცდილობთ, რომ რაიმენაირად აი ეს ბოლო შანსი გამოვიყენოთ და ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე. ბათო, არის ეს მთავარი გზავნილი იმასთან დაკავშირებით, ხო, ეს ავიზო შეზღუდვაზე გადაწყვეტილება, რომ ვაშინგტონისთვის მიუღებელია ქართული ოცნების ქმედებები, ის რაც ხდება დღეს საქართველოში კონკრეტულად, ასევე მინდა კითხოთ ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიცით, ხო, ქართული ოცნების რიტორიკა რაც არის, კი ყველასთვის ცნობილია, რომ იქნება ადმინისტრაციის ცვლილება, მაგრამ შეიძლება თუ არა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსადმი, ხო? აი ამას რო ვუპასუხოთ ამ რიტორიკას, რომელსაც ავრცელებს ყოველთვის ხელისუფლება არაერთი მიმართულებით. ხელისუფლება რასაც საუბრობს და ყველა არალეგიტიმური ხელისუფალი ესე არის იტყუებიან თავიდან ბოლომდე. ყველაფერი რასაც ისინი ამბობენ არის ტყუილი. მათ შორის ესეც აი ამ რუსული ტყუილების კასკადის ნაწილი არის, აი რუსული დეზინფორმაციული კამპანიის მარგარიტა სიმონიანი საუბრობს იგივეზე და სალავევი რუსულ ტელევიზიაში ზუსტად იგივე ტერმინებით და თუ შევხედავთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მიუხედავად ადმინისტრაციის ცვლილებისა, ყოველთვის ეს ურთიერთობები ყოველი შემდეგი ადმინისტრაციის პირობებში რაღაც ახალ ელემენტს იძენდა და პოზიტიურად ვითარდებოდა. სწორედ ამითი არის გაღიზიანებული რუსეთი, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა უფრო მეტი არის ვიდრე საქართველო და ამიტომაც ამას თავისი, თქვათ, მიზეზები აქვს, რატომაც თანამშრომლობდით ასე ინტენსიურად პარტნიორებთან, სადაც ჩვენი ინტერესები 100%-ით ემთხვეოდა. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ პირიქით ახალი ადმინისტრაციის პირობებში არავინ არ გაუტარებს ქართული ოცნების ავტორიტარულ რუსულ სტილის მმართველობას, ახალგაზრდების ქუჩაში ცემა ტყეპას, მათ მოტაცებას და უგზო-უკლოდ გაქრობას, ეს არის ირანის რეჟიმი და ჩრდილოეთ კორეას დაამსგავსის ქვეყანა. შესაბამისად, წარმოუდგენელი არის, რომ ეს ვინმემ გაუტაროს და ეს არის უბრალოდ მორიგი ტყუილი, რომელთაც ისინი ცდილობენ ან ვიღაცას თავგზაობნიონ, ან თავისი მომხრები, თუ კი ასეთი საერთოდ შერჩათ, რაღაცა ცრუ იმედები დაუნერგონ, თორე
თვითონაც კარგად იციან, რომ ასეთი ტიპის რადიკალური ცვლილება არ მოხდება პირიქით. აი ამ ფონზე, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ორპარტიული მხარდაჭერა არის მათ დასანქცირებაზე, დემოკრატების და რესპუბლიკელების. და დღეს მოცემულობა არის ესეთი, რომ არის რესპუბლიკური ადმინისტრაცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში და საკანონმდებლო ორგანოშიც ორივე პალატაში უმრავლესობა არის რესპუბლიკური. შესაბამისად, აი ეს რაღაც ესეთი ჰაერიდან მოტანილი ტყუილების ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, სამიზნე ალბათ სავარაუდოდ არის ან შიგნით ერთმანეთს გული გაუმაგრონ იმ კატასტროფის წინ, რომელიც წინაშეც დღეს თვითონ ქვეყანა მიიყვანეს. დიდი მადლობა ბათუ, დაგემშვიდობები. ბათუ ქუთელია საუბრობდა დღის ამბების